ემიგრაციამ რა დამართა ევროპას, ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი. და მთლიანად ინგლისის მასშტაბით ყველაზე ხშირად დარქმეული სახელიც არის მუჰამედი. აი ხელისუფლების აი ამდენი წლის ნაწვალები, აი ეს მანტია, რო ვითომ კონსერვატიულია, თვალსა და ხელშუა ქრება. ხელისუფლება მარტივი რაღაცა თქვა კაცო, რომ მე ვარ კონსერვატორი, ეროვნული მთავრობა, მე ვზრუნავ საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ქართველობა. ჩვენ არ დაუშვებთ, როგორც ევროპაში ყოველ მეორეს რომ მუჰამედი ქვია, ამას ჩვენ არ დაუშვებთ საქართველოში. აი ეს იყვირეს. ეხლა უყურეთ რაშია საქმე. ეს ისეთი საკითხია, ჩვენ ეხლა რა ბრძოლაშიც შევდივართ. აქ ხელისუფლება უკვე თავის თავს ეროვნულს ვეღარ უწოდებს. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ რო სადარო ვითომ კონსერვატორი ყოფილიყო, აი ერთი ხელის მოსმით ეხლა სპობს. რო ამბობდნენ რომ მუჰამედია ეხლა ევროპაში ყველაზე გავრცელებული სახელი და ამიტომ ევროპა ცუდია, იგივეს აკეთებს საქართველოში. უარეს აკეთებს, იმიტომ რომ იქ ევროპაში ცოტა სხვანაირი პროცესი იყო, კაცო, იქ ვიღაცა ბომჟები ჩადიოდნენ მასიურად ნავები და აქ ფულიანი მუჰამედები ჩამოყავთ, ძლიერი მუჰამედები ჩამოყავთ, უკვე რო სასტარტო პოზიციით ჩვენზე მაგარია, რესურსებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ხელისუფლება ამ საინფორმაციო ომს უკვე აგებს. 7 დეკემბერს 16 საათზე აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.